13-15 მაისს რუმინეთში საქართველოს საელჩოს და რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბუქარესტში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბასა ჯანიკაშვილის წიგნის საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა წმინდა ანთიმო ზივერიელის წარდგინება რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში. მოეწყო ასევე შეხვედრები და დაიგეგმა საომავლო თანამშრომლობა, უფრო მეც კი რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვიერთდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი და პროფესორი ქალბატონი მანა ანასაშვილი. დილამშვიდობის მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონი მანა, თავდაპირველად საუბარი მინდა თქვენით დავიწყოთ. ზოგადად ამ იდეის შესახებ ვისაუბროთ, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ პოვა შემდგომ მან განვითარება და მე უკვე დაწვრილებით გავშალოთ ეს საკითხი. მოგახსენებთ დიდი სიამოვნებით, ესე იგი თავიდან როდესაც ვიმყოფებოდი ახალციხეში გადაღებებზე რეზო ჩხეიძესთან ერთად დონკიხოტის გადაღებებზე იქ ერთმა მოხუცებულმა კაცმა მითხრა იცითო თქვენო რომ ჩემი სოფლელიო უდედანო იყო რუმინეთის სრულად რუმინეთის კათოლიკოს პატრიარქიო მე ვფიქრე კაცი 90 წლამდე კაცი იყო და ხომ არ გეშლებათ თქო მე ვთქარ ქართველი იყო თქო დიახ ქართველი იყო და აქო ანდრია ერქვა და იქ ანთიმო ზივერიელიო და აი მაშინ უცებ გავაცნობე რომ ეს ანთიმო ზივერიელი როგორ არა გამიგია ვახტანგ მე-6-ეს სტამბა გაამართინა და ვეფხისტყაოსანი დააბეჭდინა და აი ამის მერე დაიწყო ჩემი ძალიან დიდი ინტერესი მაგრამ რაღაცა ისე სხვა ამბების გამო ვერ მოხერხდა ამ ინტერესის დაკმაყოფილება და ცნობებიც ბევრი ჩვენ არ ქონდა იმიტომ რომ გეტყვით ახლა როდესაც 1992 წელს წმინდა ანთიმო ზივერიელი უბრალოდ ანთიმო ზივერიელი წმინდანად აღიარეს რუმინეთში და მერე უკვე ჩვენი ეკლესიაც შეუერთდა მის წმინდანად აღიარებას აი მაშინ გადაიღეს ფილმი ანთიმო ზივერიელზე მაგრამ რეალური კვლევები, მისი ნაშრომების თარგმანები ეს ყველაფერი იწყება 2015 წლიდან, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონ ანასტასია ზაქარიაძის ხელმძღვანელობით პროფესორის დაარსდა ამ კვლევების სპეციალური ჯგუფი, სპეციალური დეპარტამენტი და სწორედ მათ გადათარგმნეს უამრავი ნაშრომი, ჩაატარეს საერთაშორისო კონფერენციები რუმინელ კოლეგებთან ერთად და აი ნელ-ნელა დაიდო საქართველოში მის შესახებ ინფორმაციები. ამის მერე მოხდა ისე რომ რუმინეთში ვიყავით კრაიოვას ფესტივალზე მიწვეულები და იქ უჩვენებდით მოზარდის ოტელოს და ჩემი ფილმიც იყო რობერტ სტურუაზე და მაშინ ძალიან გვინდოდა თელ ქართულ დელეგაციას რომ გვენახა ის ფანტასტიკური ტაძარი რომელიც აგებულია თავად ანთიმო ზივერიელის არქიტექტურული იმის პროექტის მიხედვით და კარები არის მისი ჩუქურთმები და ეს ყველაფერი ვიცოდით მაგრამ არ მოხერხდა იქ მისულ და აი აქედან იწყება ჩემი ასე ვთქვათ წვალება რომ რა გავაკეთოთ რომ ახალგაზრდებმა გაიგონ ვინ იყო რომ მე როცა ჩემ სტუდენტებს ვეკითხები არც იციან ვინ იყო ან შეიძლება უბრალოდ გაუგიათ რომ აი ანთიმო ზივერიელი და ვახტანგ მე-6-ეს დააბეჭდინა ვეფხისტყაოსანი ამის მერე ეს იდეა რომ ვიფიქრე რომ იქნებ ერთობლივი რუმინულ-ქართული უნდა იყოს რუმინულ-ქართული და რა კი ახალგაზრდებისთვის მინდა რომ ძალიან იქნებ სტუდენტური სპექტაკლი პირველად იდეა გაუზიარე ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს ეს არის ჩვენი ელჩი რუმინეთში ის აქტუალებით შეხვდა აღმოჩნდა რომ მას უკვე ჩაუტარებია კონფერენცია სინოდის ბიბლიოთეკაში იქ ბუქარესტში ანთიმო ზივერიელთან დაკავშირებით თქვა რომ მე ყველაფერში დაგეხმარებით და აი მე მივედი ჩემშობლიურ უნივერსიტეტში ბატონ გიორგისთან რომ მე თქვა რომ აი როგორ ფიქრობთ ხომ არ შეიძლება ეს და გიორგი ისე მიიღო ეს ყველაფერი და ისეთი ენთუზიაზმით დავიწყეთ ამაზე ამ პროექტის განხორციელება მადლობა გიორგის და გადაწყდა რომ ბასა ჯანიკაშვილი დაწერდა პიესას და მერე გავაგრძელებდით უკვე ამ პიესის ქონის შემდეგ ურთიერთობას რუმინეთთან, რუმინეთის თეატრალურ უნივერსიტეტთან და ეს წინა გვაქვს ახლა ეს ყველაფერი და აი ამას მოყვა ასეთი ამბავი რომ დაიბეჭდა აი ეს წიგნი რომელშიც არის ბასა ჯანიკაშვილის პიესა მართლაც არაჩვეულებრივი პიესა ვლახეთის მამა და საქართველოს სულიერი შვილი და
საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა, უბრალოდ ასე ქვია, წმინდა ანთიმოზივერიელი, თარგმანი ვთხოვეთ ოთარ ფეიქრიშვილს, ასე რომ ამ წიგნში არის ქართულად და რუმინულად ეს პიესა და წინ გვაქვს ამ პიესის დადგმა. ეხლა ამას მოყვა ის, რომ ისევ და ისევ ქალბატონ თამარის ჩვენი ელჩის დამსახურებით და დიდი მადლობა მინდა მას მოუხადო აქედან, ჩვენ შევძელით და ამ პიესის პრეზენტაცია მოხდა ბუქარესტის სინოდის ბიბლიოთეკაში და ეს სინოდის ბიბლიოთეკა გახლავთ სწორედ ანთიმის ტაძარის ეზოში და ეს იყო ისეთი ემოციური ამბავი, რომ იქ რო ჩავედით, რომ საუბრის დაწყების წინაც კი ამ ემოციებს ვერ მოვერიე და ასე დაიწყო ეს ყველაფერი და აი ახლა მე იქაურ უნივერსიტეტთან კიდე რა მოხდა და როგორ ამას ბატონი გიორგი ჩემზე უკეთ იტყვის და შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. დიახ, კეთილი. ბატონ გიორგი, ვისაუბროთ ამ უნივერსიტეტის ზოგადად ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ, თუ რამდენ მნიშვნელოვანი არის და თავისთავად გავამახვილოთ ყურადღება ამ შეხვედრაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მანამდე სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს და იმ უწყებას და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის კულტურის სამინისტროს იმ უპრეცედენტო თანადგომისთვის, რომელიც აქვს კონკრეტულად თეატრის და კინოს უნივერსიტეტს და თუ დღეს ასე ვთქვათ შენ საერთაშორისო ურთიერთობების თამასა ასეთ მაღალ ნიშნულზეა, ეს გასაკვირველია უშუალოდ კულტურის სამინისტროს და ქალბატონ თიკას დიდი დამსახურება. მე და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარგა წერეთელს და დამერწმუნებით, რომ უდიდესი ყურადღების ქვეშ ვიყავით და ეს არის ნებისმიერი საელჩოს ასე ვთქვათ წარმომადგენლის ვალდებულება, მაგრამ ამ ვალდებულების გარდა ეს იყო საოცრად დიდი ადამიანური თანადგომა და გასიგრძე განება იმ საკითხის მნიშვნელოვანების, რაზეც ვიყავით შეკრებილი. მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია რუმინეთის თეატრის და კინოს ყარაჯალის კინოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ჩვენ გვაქვს უკვე ერაზმუსის პროგრამით ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი სწავლობს იქ და გასული პროგრამებზე 2 წლის წინათ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან და ჩვენთვის ისეთ მოულოდნელი იყო წარმოიდგეთ 7-8 კაციანი დელეგაცია დაგვადგა და მემორანდუმს ვაფრობთ თქვენთან ის რაც გაუფრთხილები ვართ და ეწოდების ფესტივალზე მათი ეწოდი იყო და ჩამოაკითხეს და ბრწყინვალე ასე ვთქვათ შემადგენლობა იქ იმიტომ ძალიან მაღალ დონეზე აქვთ კინო ხელოვნების მიმართულება განსაკუთრებით და დამეთანხმება ქალბატონ მანნარო რექტორმა პირდაპირ თქვა რომ ჩვენ გვინდა გაცვლით პროექტები არა მხოლოდ სპექტაკლების დონეზე ჩვენ გვინდა ეს მასტერ კლასების ყველა მიმართულება გვაინტერესებს საქართველოსთან გაცვლები იქნება ეს სასცენო მოძრაობა იქნება ეს ვოკალი თუ ნებისმიერი სხვა თავისთავად არაერთი საომავლო გეგმა ასე ვთქვათ დაიგეგმა და რაც განხორციელდება თავისთავად. კი და უკვე ეს გეგმები უკვე ასე ვთქვათ ხორციელდება. მინდა გითხრათ რომ ჩვენ ერთად ვიყავით და უნივერსიტეტის ყველა ასე ვთქვათ მიმართულება ვნახეთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია რომ კინოს მიმართულებით არის ისეთი ასე ვთქვათ მაგისტრატურაზე განსაკუთრებით ისეთი სპეციალობები რომელიც ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მხარდაჭერა შეუძლიათ გაგვიწიონ მაგალითად აი ფილმების კინოფირების აღდგენა. ჩვენთან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მასალა და ფირები ზოგადად რაც დრო გადის ის ზიანდება და ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ რომ ამ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში გავხდეთ ცენტრი რომელიც დაუშვათ და ძალიან მინდა რომ მომავალი წლისთვის უკვე ჩვენ ინგლისურენოვანი სამაგისტრო კურსები არის მაგალითად თანამედროვე სამყაროსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითად აი თამაშების დაუშვათ
პროექტირება და ასე ვთქვათ, ახალი ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, შემოქმედებითი სივრცეების, გეიმინგის და ასე შემდეგ აი მიმართულებებით. რამოდენიმე და მთავარი არის, იცით რომ აი ეხლაც კანის ფესტივალის ოქროს პალმის ხტო აიღო რუმინელმა რეჟისორმა. ძალიან კრეატიული ხალხია, მინდა გითხრათ, აი უაღრესად კრეატიული, ესეც აი რაღაცა კულტურათა საჯვარედინზე დაბადებული სამყაროა და ეს ჩანს იქაურ არქიტექტურაშიც და იქაურ ასე ვთქვათ აი შემოქმედებითი ადამიანები არიან და აი ეს ძალიან დიდ мотиваციას გვაძლევს ჩვენ საოცრად ლაღი და საოცრად ღია ზედმეტი ასე ვთქვათ ამბიციების გარეშე და ვფიქრობ და ძალიან დიდი წარმატებები აქვს როგორც თეატრალური ხალხი ძალიან ბევრმა არ იცის რომ მაგალითად მე-20 საუკუნის ახალი მსოფლიო ახალი თეატრი რეალურად ეჟენ იონესკოს წარმოშობით რუმინელი ასე ვთქვათ დრამატურგის არის და შემდგომ დაუშვათ იგივე მატეი ვიშჩენკი რომელიც რუმინული ნობელის პრემიის ლაურეატია და ასევე ესე დრამატურგი ძალიან ძლიერია ეს მიმართულება და ამიტომ ჩვენთვის ვფიქრობ რომ ძალზე საგულისხმო უნდა იყოს სხვადასხვა ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება. დიახ, ცით რა არის საინტერესო თქვენ წეგან ახსენეთ ხავთ მან ძალიან დიდი ჩართულობა ასე ვთქვათ ელჩის მხრიდან ხომ ხავთ თამარის და როგორც ვიცით მისი დაჯილდოებაც მოხდა და შეიძლება რომ ეს ფაქტი აღნიშნოთ და ვთქვათ ეხლა ხანს ქალბატონ თამარს გადაეცა საზეიმო ვითარებაში გადაეცა რუმინეთის პატრიარქის მისი უწმინდესობის დანიელის სახელით ეპისკოპოსმა ვარლამმა მას გადასცა მარიამ ბრინკოვიანუს ჯვარი. აი ეს არის ისეთი ჯილდო, რომელიც ძალიან საპატიო ჯილდოა და როგორც მათ აღნიშნეს, ეს არის ქალბატონმა თამარმა დაიმსახურა ეს ჯილდო საქართველოსა და რუმინეთის საპატრიარქოებს შორის მეგობრობის განვითარებისთვის, გამტკიცებისთვის და ანთიმოზივერიელის ირგვლივ ანთიმოზივერიელზე აი ესეთი მნიშვნელოვანი აქტიური მოღვაწეობისთვის რომ მისი სახელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, კიდევ უფრო ცნობადი გახდეს და იქ მართალი გითხრათ, იქ ცნობადობა არ აკლია ანთიმოზივერიელის სახელს და მაინც იგულისხმება რომ საქართველოში და ამასი მართლაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ქალბატონ თამარს. მე მინდა აქედან მიულოცო მას ეს ჯილდო და ტელევიზიის წარმატებები უსურვო და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი რომ აი ასეთი ელჩი ყავს ჩვენ რუმინეთში და აქვე წეღან ვერ ვთქვი კარგად ალბათ მინდა ხაზი გაუსვა რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩვენ ქვეყანაში ყველამ იცოდეს ანთიმოზივერიელი ვინ იყო ანთიმოზივერიელი საოცარი ჯერ ვთქვათ რომ ნიჭის მქონე ადამიანი რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა და იმ თავის ტაძარში მისი სახელობის ტაძარში ჩვენ სადაც ვიყავით არის კარები გაკეთებული მისი ხელით არის მოჩუქურთმებული ხეზე ამოჭრილი და იქ არის ქართული ორნამენტებით გაკეთებული ტაძარი როგორც გითხარით არქიტექტურული პროექტი მისი იყო შიგნით ტაძარში არის ყოველთა წმინდანთა ფრესკა მისი დახატული წარმოიდგინეთ ესე და ამავე დროს იყო კალიგრაფიის დიდოსტატი მან გააკეთა სტამბა არაერთი რუმინეთში ჯერ სნეგოვოს მონასტერში მერე უკვე ბუქარესტში და ეს სტამბა ამ სტამბის საშუალებით მან დაბეჭდა 68 ეკლესიური წიგნი და აქედან 6 მისი დაწერილი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველად შემოიღო რუმინეთში რუმინულ ენაზე წირვა-ლოცვა, მანამდე იყო ლათინურად. მან თავად თარგმნა ლათინურიდან რუმინულად საეკლესიო წიგნები, სახარებები და თავად ეს ლიტურგია ეხლაც იმ წესით სრულდება, რომელიც ანთიმოზივერიელმა იქ დააწესა. ფლობდა რამდენიმე ენას. ფლობდა 5 ენას, პოლიგლოტი იყო, დიახ და ახლა ამას კიდე ჩვენი ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კაცს ნახეთ, როდესაც ვახტანგ მეფისგან შეტყობინება მიიღო, რომ ვახტანგ მეფეს უნდა სტამბის გამართვა, მან გამოაგზავნა თავისი მოწაფე, ვისაც იქ ასწავლა რუმინეთში, მიხაი იშტვანოვიჩი
გამოატანა კლიშეები ქართული ასოების თავისი გაკეთებული და ასე შედგა საქართველოში ვახტანგ ბექუსეს მიერ სტამბის დაარსება და პირველი მოგეხსენებათ გამოიცა სახარება ქართულად და პირველი ვეფხისტყაოსნის ბეჭდური გამოცემა. რომ არა ის პირველი გამოცემა, ჩვენ მქონდა ვეფხისტყაოსანი მხოლოდ ხელნაწერებში, სხვადასხვანაირი თანაც და ყოველ შემთხვევაში იყო რაღაც შანსები რომ დაგვეკარგა ეს და აი ესეთი მოღვაწე იყო ეს ადამიანი და მე მაგას დავარქვი ჩვენი თქო მაინც ჩვენია დაბადებულია უდეში ერქვა ანდრია იქ დაირქვა ანთიმოზივერილი და ყველგან ხაზს უსვამდა რომ უნდა ეთქვათ რომ ივერიელია მაშინ საქართველოს ივერია ერქვა და ეს იყო თქო ვიძახი რომ იყო აღორძინების ეპოქის მსგავსი მოღვაწე როგორც ლეონარდო და ვინჩი და სხვები რომელსაც აი ხელოვნების ბევრ სხვადასხვა სფეროში შეეძლოთ მოღვაწეობა. ქსოვაც შეეძლო თურმე და ამას გარდა ყველაფერს ემატება ის რომ როდესაც ის გახდა სრულად რუმინეთის პატრიარქი მან შემოიღო საოცარი წესები რა თვალსაზრისით ნახეთ მან დაადგინა რომ თუ ადამიანი გარდაიცვალა და არ ყავს დამკრძალავი ის აუცილებლად ეკლესიამ უნდა დაკრძალოს თუ გოგო ახალგაზრდა თხოვდება და არ აქვს მზითვები ეკლესიამ უნდა მზითვები გაუმზადოს თუ ადამიანი ჩამოვიდა და არ აქვს ღამე დასარჩენი ბუხარესტში და უნდა ლოცვა იქ უნდა დარჩეს და ასე შემდეგ. დაუსრულებლად შეგვიძლია კი საუბარი ჩვენ გადაცემამ მის ღვაწლზე საუბარს. კი ძალიან დიდი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა დიდი საქმისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაუტაშვილი და პროფესორი ქალბატონი მანა ანასაშვილი.